პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური მოხსენება, რომელიც 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა, პოლიტიკური გამოხმაურებების თემა ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიის ბოლოს ხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრა. წლიური ანგარიშის წარდგენისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, უკვე განხორციელებულ პროექტებსა და საომავლო დაგეგმილ ღონისძიებებზე. ისაუბრა საგარეო პოლიტიკასა და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოზე. პრემიერი ასევე შეეხო ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და კიდევ ერთხელ განაცხადა გარეჩ ჩარევების მცდელობებზე. ეს იყო სრული PR კამპანია და ციფრებით და რიცხვებით манипуляცია. ირაკლი კობახიძემ რაც უნდა ისაუბროს ქვეყნის თითქოს და ეკონომიკურ წარმატებაზე, ყველამ კარგად ვიცით თუ რა მასშტაბის სიდუხჭირე და გაჭირვებაა საქართველოში და ასევე ყველამ შვენივრად ვიცით თუ რა გაუკეთა ირაკლი კობახიძემ იმ შანსს და შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ევროინტეგრაცია და კეთილდღეობა ჰქვია. ასევე ძალიან კარგად ვიცით, რას აკეთებს ყოველდღიურად პოლიტპატიმრების დამატებით ქართული ოცნება, როდესაც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას. ეგრეთ წოდებული პრემიერის ანგარიში არალეგიტიმურ საქართველოს პარლამენტში არის ფარატინა ფურცელი, სადაც არაფერი არ წერია იმაზე, რამდენად უკან დაიხია საქართველოს სახელმწიფომ, რამდენად გაუარესდა ადამიანის უფლებები. ბოლო 2 თვის განმავლობაში ყველა პოლიტიკური ლიდერი დაიჭირეს და საპატიმროში ჩააგდეს, არაფერი წერია დასახიჩრებულ ადამიანებზე, არაფერი წერია რუსეთის მხრიდან მიმდინარე ჰიბრიდულ ომზე, არაფერი წერია იმაზე, რომ ადამიანები იღუპებიან, მშობლები იღუპებიან, სანამ მათი შვილები უსამართლო უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან საქართველოს ციხეებში და ასე შემდეგ. მან ისაუბრა იმ ძირეულ მიმართულებებზე ჩვენი ქვეყნის უდიდეს პროგრესზე, კოლოსალურ წარმატებებზე, პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ საგნებს თავის სახელი, რაც არის ჩვენი ცხოვრების რეალობაში და ეს ყველაფერი გამოიხატება იმ ციფრებში, რომელიც არის აღიარებული და დადასტურებული მსოფლიო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის და ასე შემდეგ. პრემიერის სიტყვას ვივდევდით, ვიწერდით ციფრებს და აი კითხვა ისმის ასეთი, თუ როგორ შეიძლება აი ამ კოლოსალური პროგრესის ვერ დანახვა, ეს მე პარლამენტის სასესიო დარბაზშიც გავაჟღერე.